მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემა მედიცინა შენს ენაზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეძღვნება იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღეს, რაც ყოველწლიურად აღინიშნება თებერვლის ბოლოს. იშვიათი დაავადებები საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია და გამოწვევებით ახსავსე, რომელი დაავადება მიეკუთვნება მათ, რა არის მათი იშვიათად აღიარების კრიტერიუმები, არის თუ არა ისინი გენეტიკური, როგორია მათი მკურნალობის მეთოდები. ან როგორ უნდა ავირიდოთ ისინი თავიდან. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ. ჩვენი სტუმარია ექიმი გენეტიკოსი, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი თინათინ ტყებალიც. ძალიან სასიამოვნოა ქალბატონი თინათინო, თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და მოგესალმებით პირველ რიგში. მოწვევისთვის მივასალმები ჩვენ სტუდენტებს, მაყურებელს, მსმენელს, საზოგადოებას და მადლობა გამოთქმული ინტერესისთვის ამ განსაკუთრებული დაავადებების ჯგუფის მიმართ, რადგან მართლაც როგორც თქვით, ეს ჯგუფი დაავადებებისა, იშვიათი დაავადებები, მათ შესახებ ცნობადობა მთელ მსოფლიოში მაინც დეფიციტური რჩება და აქვე აღვნიშნავ, რატომ არის 29 თებერვალი, თუმცა 20 წელიწადში ერთხელ არის ყველაზე იშვიათი დღე არის კალენდარში 29 თებერვალი და ამიტომ მსოფლიოში შეჯერდა, რომ 29 თებერვალი იყოს იშვიათი დაავადებების დღე, ზოგიერთ წელიწადს 28 თებერვალი უწევს და შესაბამისად ამ დღეს აღვნიშნავთ ხოლმე. იშვიათი დაავადება არის ეს დაავადება, რომლის სიხშირე არის 2000 ან მეტი გავრცელება და ისინი ხშირად მიმდინარეობს ქრონიკული მიმდინარეობა აქვს, პროგრესული და ხშირად მულტიდისციპლინურ მიდგომას საჭიროებს სხვადასხვა ექიმების ჩართულობას და მათი უმეტესობა 80% დაახლოებით გენეტიკური დარღვევებით არის გამოწვეული, თუმცა გარკვეული ნაწილი არაგენეტიკური ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული და სამწუხაროდ პაციენტების გარკვეული ნაწილი 5 წლამდე ასაკში იღუპება, იმიტომ რომ რთული, მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს და უფრო ხშირად პედიატრიულ ასაკში ვლინდება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი თინათინ კიდევ ერთხელ ამ გადაცემაში მოგწონებისთვის და პირველ რიგში დავიწყოთ ეს გადაცემა სწორედ თქვენი პროფესიით, კლინიცისტური კუთხით, რას მოიცავს თქვენი პროფესია და ვინ არიან თქვენი პაციენტები. ვიტყოდი, რომ ჩემი პროფესია პრაქტიკულად ყველა კატეგორიის პაციენტს მოიცავს, თუმცა უხშირესად ეს არის პედიატრიული ჯგუფის პაციენტი და უფრო ხშირად, ყველაზე ხშირად ნევროლოგიური დარღვევებით ვლინდება ხოლმე იშვიათი დაავადებები, ამიტომ დიდი ჯგუფი პაციენტების ეს არის ბავშვები სხვადასხვა ნევროლოგიური გამოვლინებებით, თუმცა ასევე არის იშვიათი შინაგანი ორგანოების, ღვიძლის, მხედველობის, სმენის დარღვევით მიმდინარე, ზრდის პრობლემებით მიმდინარე და ხშირად როგორ ვეჭვობთ ხოლმე და რატო ვეჭვობთ ხოლმე რომ დაავადება შეიძლება იყოს იშვიათი ან გენეტიკური, იმიტომ რომ უცნაური, მულტისისტემური, უჩვეულ ასაკში გამოვლინება არის და არ ვიცით ეს საიდან მოდის და ამიტომ მომართავენ გენეტიკოს რომ გავერკვიოთ რა არის ამ ყოველთვის მიზეზი. როგორც ვიცით, სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საზოგადოება აქტიურად მუშაობთ იშვიათი დაავადებების შესწავლაზე. თუ შეგიძლიათ უფრო ცუდად გითხრათ ეს როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ჩვენი საზოგადოება აქტიურად მუშაობს იშვიათი დაავადებების კუთხით, ცნობადობის ამაღლებით, სასწავლო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებით, ასევე კონფერენციების და განსაკუთრებული სიხარულით მინდა ვთქვა, რომ წინა წელს პირველად საქართველოში გამოიცა წიგნი იშვიათი დაავადებების შესახებ, ჩვენი თანაავტორობით, იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის სტომადი არის და მისი ელექტრონული ვერსიაც ჩვენი საზოგადოების ვებგვერდზე არის განთავსებული. სასიამოვნოა, როდესაც ასეთი წიგნები იქმნება, სამედიცინო წიგნები და ჩვენ სტუდენტებს და არა მარტო სტუდენტებს გვაიძლევა შესაძლებლობა, რომ სწორედ ეს წიგნები და ამ წიგნებით მივიღოთ განათლება. მოდი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, რა გზებით ხდება იშვიათი დაავადებების დიაგნოსტირება და თუ გვაქვს საქართველოს ამ მიმართულებით სიახლეები? პირველი ეს იწყება პაციენტის შეფასებით. ექიმი აფასებს პაციენტს და გამოითქმება ეჭვი ან კონკრეტულ რომელიმე სინდრომზე ან დაავადებაზე, კლინიკური, ბიოქიმიური და სიტყვაზე რადიოლოგიური მონაცემების საფუძველზე, ან აქ არის ზოგადი ეჭვი, რომელიმე იშვიათ გენეტიკურ დარღვევას და ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო ფართო ტიპის კვლევები გაკეთდეს. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში გენეტიკური ანალიზების ჩატარების კუთხით მაინც შეზღუდულები ვართ. აქ ადგილზე კეთდება კარიოტიპირება, ეს არის საბაზისო ქრომოსომული ანალიზი, თუმცა უფრო რთული, უფრო სიღრმისეული კვლევები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ საზღვარგარეთ გვიწევს გაგზავნა და უცხოეთთან მრავალი კოლაბორაციული პროექტები გვაქვს, სადაც ისინი თავიანთი საგრანტო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში დიაგნოზირებაში გვეხმარებიან გარკვეული ჯგუფი პაციენტების გამოკვლევის კუთხით, იმიტომ რომ
ეს ანალიზები საკმაოდ ძვირადღირებულია, შეზღუდული არის ფინანსური შესაძლებლობები და ამგვარი საერთაშორისო კავშირები ძალიან გვეხმარება, რომ დიაგნოზი დაუსვათ და სწორ დიაგნოზს, რა თქმა უნდა, შემდგომში სწორი მკურნალობა მოყვება და ოჯახის სწორი დაგეგმარება თუ რისკი არის. რა როლი აქვს იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკაში ადრეულ, ჯერ კიდევ პრესიმპტომურ ან პრენატალურ პერიოდში მისი მკურნალობისა და პრევენციისათვის? რა როლი აქვს ადრეულად დასმულ დიაგნოზს? გეტყოდით, რომ გადამწყვეტი. ორსულობის პერიოდში ტარდება გარკვეული გამოკვლევები ძირითად ქრომოსომულ დარღვევებზე, რომელიც მოიცავს დაუნის სინდრომს, ტრისომია 21, ასევე სხვადასხვა ტრისომიებს და რატომ ქრომოსომული დარღვევები? იმიტომ რომ შედარებით სხვა დაავადებებთან შედარებით უფრო ხშირად ხდება და ორსულებში დღესთვის უკვე არის შესაძლებელი პრენატალური, ანუ ორსულობის დროს ჩატარებული აქ გულისხმება როგორც გარკვეული ბიოქიმიური ანალიზები, ისევე ულტრასონოგრაფიული და ასევე ქრომოსომული ანალიზი და დღეისთვის უკვე ორსულობის დროს შეიძლება დადგინდეს გარკვეული ქრომოსომული პათოლოგია და შემდგომში უკვე პაციენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ორსულობის შემდგომ გაგრძელებაზე. მას ტერმინაცია ურჩევნია, გაგრძელება და ის ინფორმირებულად მიიღებს გადაწყვეტილებას და პაციენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება არის პატივსაცემი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დიაგნოსტირების გზებზე და მოდი მაყურებლებს აუხსნათ, რა სახის მკურნალობის გზები არსებობს მსგავსი დაავადებების წინააღმდეგ და თუ არსებობს მკურნალობები და თუ არის საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი. მინდა გითხრათ, რომ იშვიათი დაავადების მკურნალობა ჯერ კიდევ დეფიციტურია მთელ მსოფლიოში და ყველა ერთად აღებული დაახლოებით 5%-ზე გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, სპეციფიური მკურნალობის მეთოდები, ამ შემთხვევაში, უფრო ახალი თაობის წამლებს გულისხმობთ. თუმცა აქვე გასახარია, რომ ყოველ წელს განკურნებადი ან მართვადი გენეტიკური დაავადებების ნუსხა მატულობს. რატომ? იმიტომ რომ უფრო მეტად ხდება ამ დაავადებების მოლეკულური, ბიოქიმიური საფუძვლების შესწავლა და ზუსტად ამაზე არის დაყრდნობილი მკურნალობა. ჩვენ დღეს მოწმე ვართ ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ გვეხმარება დიაგნოზი დაავადებაში, თუნდაც ავიღოთ სპინალური კუნთოვანი ატროფია, რომელიც არის საკმაოდ მძიმე ნევროლოგიური დაავადება, განსაკუთრებით თუ ეს არის ახალშობილობის პერიოდში გამოვლენილი, სხვადასხვა ტიპი არსებობს სიმძიმით და აქამდე ეს დაავადება არ იკურნებოდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელი არის მსოფლიომ შეიმუშავა, კვლევები ჩატარდა მკურნალობის მეთოდი და საქართველოში დღეს ყველა პაციენტი სპინალური კუნთოვანი ატროფიით სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ და ისინი სიცოცხლის მანძილზე ღებულობენ ამ წამალს. ასევე ვიტყოდი მეორე დაავადებას აქონდროპლაზია, რომელიც ტანდაბლობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სინდრომი არის და აქაც როგორც კი ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტომ აღიარა ეს წამალი როგორც სამკურნალო ერთ წელიწადში აქაც შემოვიდა, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი ძალისხმევით და ჩვენი ექიმების მხარდაჭერით და ეს ბავშვებიც უკვე ღებულობენ ამ წამალს და არა მარტო მათი სიმაღლე, ანუ სხვა ჯანმრთელობის ასპექტებიც გაუმჯობესებული იქნება და ჩვენ ამის ცოცხალი მონაწილე ვართ და ეს ძალიან გასახარია. ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მოგვაწოდეთ და მაინტერესებს, რამდენად აქტუალურია ეს იშვიათი დაავადებები საქართველოში, რამდენად ხშირად მომართავენ კლინიკას მსგავსი შემთხვევებით და რა სიტუაციაა საერთოდ საქართველოს მასშტაბით. მინდა გითხრათ, რომ ცალკე აღებული თითოეული იშვიათი დაავადება მართლაც იშვიათია, ზოგი არის 2000-ში, ზოგი 10.000-ში, 50.000-ში, 100.000-ში, ზოგი მილიონში ერთიც კი, თუმცა ერთად აღებული ისინი საკმაოდ დიდ დაავადებათა ჯგუფს წარმოადგენენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ცნობადობა დეფიციტური არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ამასთანავე ბოლო 10 წელს თუ გადავხედავთ, ცნობადობა მოიმატა როგორც ექიმებში, ისე ფართო საზოგადოებაში, მომართვიანობა პაციენტებისა გაიზარდა და უკვე თავად ოჯახებიც მოდიან ხოლმე ხშირად ვიზიტზე, კონსულტაციაზე, ექიმის მომართვის გარეშეც, აი თვითონ მშობლებიც გაიკითხავენ, ხედავენ რომ ბავშვს საჭიროებს გენეტიკოსის კონსულტაციას და შემდგომ უფრო ჩაღრმავებულ გენეტიკურ კვლევებს. ამიტომ ეს ძალიან გასახარია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იშვიათი დაავადება ითვლება ფენილკეტონურია. შედარებით ნაცნობი დაავადება შეიძლება იყოს მაყურებლისთვის, ვინაიდან სამშობიაროში აუცილებელი სკრინინგებს შორის სწორედ ესეც შედის. თუ შეგვიძლიათ მაყურებელს უთხრათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ განისაზღვრება ფენილკეტონურის დონე და რა სიმპტომები აქვს სწორედ ამ დაავადებას, თქვათ, ადრეულ პერიოდში.
ვიტყოდი რომ ფენილკეტონურია ეს არის პროტოტიპი განკურნებადი იშვიათი დაავადებისა და ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოზის დასმა და განსაკუთრებით ადრეული დიაგნოზის. მთელ მსოფლიოში მათ შორის საქართველოში ფენილკეტონურიაზე ტარდება ახალშობილთა სკრინინგი, რომელიც მოიცავს ყველა ახალშობილის ქუსლიდან სისხლის მცირედი აღებას, რომელიც სპეციალურ ფილტრის ბარათზე ეწოდება. ეს მიდის სკრინინგ ცენტრში და იქ განისაზღვრება ფენილალანინის დონე, რომელიც თუ არის მომატებული, ეს მაღალი ალბათობით მიუთითებს ამ დაავადებაზე და კრიტიკული არის დროული დიაგნოსტიკა, რადგან დადასტურების შემთხვევაში ბავშვი გადადის სპეციალურ კვებაზე, ცილით შეზღუდულ კვებაზე, სპეციალურ დანამატებს ღებულობენ და იმის მაგივრად, რომ თუ ადრე სანამ შემოვიდოდა ამ დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ეს ბავშვები მძიმე ნევროლოგიური გართულებებით, გულყრებით, მიკროცეფალით, დიშეფერხებით იყვნენ. პრაქტიკულად ასეთი ბავშვები სრულიად ჯანმრთელებიან, იმიტომ რომ მათ პრესიმპტომურად დაესვათ დიაგნოზი და დროულად დაიწყეს მკურნალობა. მოდი მაყურებლებს უფრო დეტალურად ვესაუბროთ, რით შეგვიძლია ამ დაავადებების თავიდან არიდება, თუ არსებობს რაიმე მექანიზმები და რას სახის პრევენციის გატარება შეგვიძლია ზოგადად ფართო სპექტრში. ერთი მიდგომა, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ორსულობის დროს ჩატარებული გენეტიკური კვლევა, რომელიც მოიცავს ქრომოსომებს და დაუნის სინდრომი და სხვა ქრომოსომული დარღვევები, მათი, ასე ვთქვათ, ადრეული დიაგნოსტიკა და პრაქტიკულად პრევენციაც, რა თქმა უნდა, აქ თვითონ წყვილი წყვეტს გადაწყვეტილებას ღებულობს გააგრძელოს თუ არა ორსულობა დადგენილი ქრომოსომული დარღვევის დროს. არსებობს სხვანაირი კვლევებიც, მათ შორის ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა ეგრეთ წოდებული მატარებელთა ტესტირება, მატარებლობაზე ტესტირება. ეს რას მოიცავს? ეს მოიცავს წყვილის გენეტიკურ ანალიზს გარკვეულ რეცესიულ, ეგრეთ წოდებულ რეცესიულ დარღვევებზე, არის თუ არა წყვილი ცოლი და ქმარი მატარებელი, მატარებელი ნიშნავს, რომ მათ წყვილიდან ერთი დაზიანებული გენი აქვს და მათ შესავლინდება და თუ ერთიც და მეორეც მეუღლე არიან ერთი და იგივე გენის მიმართ მატარებლები, მაშინ შეიძლება მათ შულზე იყოს 25%-იანი რისკი გარკვეული დაავადების, მაგალითად ფენილკეტონურიის და ამგვარი ნუსხა სხვადასხვა ლაბორატორიები 200-300-400 დაავადებაზე გვთავაზობენ და სრულიად ჯანმრთელ წყვილს ქორწინებამდე შეუძლიათ ჩაიტარონ მსგავსი კვლევა და აი ამ ნუსხა დაავადებებზე ინფორმაცია გქონდეთ, არის თუ არა რისკი. ამავდროულად, რადგან რისკს შევეხეთ, ასევე ვახსენებ, რომ შეიძლება ოჯახში იყოს უკვე ერთი დაავადებული ბავშვი და მოგვართოს პაციენტი იმ შეკითხვით, არის თუ არა რისკი მეორე შვილზე. თუ არის ასეთი რისკი და არის დადგენილი დიაგნოზი და ჩვენ ვიცით იმ გენის, ესე ვთქვათ, სახელი და გვარი, მაშინ შემდგომ ორსულობაზე შეიძლება ჩატარდეს ანალიზი ერთი პრევენციის მიზნით, ერთი დამდგარი ორსულობის დროს, რასაც ჩვენ პრენატალურ ტესტირებას ვეძახით, ამ დამდგარი ორსულობის დროს ტარდება ეგრეთ წოდებული ამნიოცენტეზის ანაყოფის სითხის აღება, რომელშიც ცირკულირებს ნაყოფის უჯრედები, იგზავნება ლაბორატორიაში ამ კონკრეტულ გენზე და პასუხი ჩამოდის, ვგებულობ ნაყოფის გენოტიპს და იქ წყვილი ღებულობს გადაწყვეტილებას გააგრძელოს თუ არა. მეორე რისკის მოგვარების მეთოდი, რაც დღეს უკვე ტექნოლოგიურად არის შესაძლებელი, ეს არის პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა. ანუ ამ შემთხვევაში ტარდება ინვიტრო ხელოვნური განაყოფიერება, ჩვენ ვღებულობთ რამოდენიმე ემბრიონს, ხდება ემბრიონიდან ერთი უჯრედის აღება და გენოტიპირება და ვნახულობთ, რომელი არის ჯანმრთელი ემბრიონი და სხვა ჯანმრთელი ემბრიონი გადააქვთ ქალის საშვილოს ნუსხურში და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გადატანის დღიდან ვიცით, რომ ბავშვი არის ჯანმრთელი და მას ეს დაავადება არ აქვს. ჩვენ დიაგნოზი ამაშიც გვეხმარება, შეიძლება დაავადება არ იყოს განკურნებადი, თუმცა ოჯახისთვის ძალიან დიდი შვება არის, როდესაც მეორე შვილზე პრევენცია შესაძლებელია და მათ ჯანმრთელი შვილის ყოლის საშუალება აქვთ. მოდი ვისე დაუბრუნდეთ იმ ზოგად ჭრილს და რამდენად რთულია ამ იშვიათ დაავადებებთან ბრძოლა, მართვა და რა არის სიახლეები ამ კუთხით. გამომდინარე იშვიათი ბუნებიდან
ექიმების გამოცდილება, არამატო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მაინც დეფიციტური არის. თუ არის ზოგადად პედიატრიაში ხშირი ნოზოლოგიები, ფაღარათი, ხველა, სურდო, რაც პრაქტიკულად ყოველდღიურ საქმიანობაში ხდება ექიმს, ჩვენთან მოდის ისეთი დიაგნოზები, რომელიც შეიძლება პირველად შეხვდეს პრაქტიკაში და ამის გამოცდილება არ ქონდეს. თუმცა რაც უფრო მეტი პაციენტი ყავს ნანახი და პრაქტიკა ჩვენი ცოდნა და გამოცდილებაც მატულობს. ამ კუთხით გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, თუმცა აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთაშორისო კოლაბორატორები ვინც ყავს, როცა ჩვენ ყავს რთული პაციენტი, მათ უზიარებთ ხოლმე ესეთ შემთხვევებს და ისინი გვეხმარებიან თუ მართვაში, თუ მკურნალობა არ არის სწორ მართვაში. გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებები იშვიათია და ხშირად მულტიორგანული გამოვლინებებით ვლინდება, ხშირად საჭირო არის რამოდენიმე სპეციალისტის ჩართულობა და ერთობლივი კოორდინაციული მუშაობა და მართვა პაციენტის და ამ კუთხით ვიტყოდი, რომ ექიმების შეკრულად ერთგუნდად მუშაობა, რასაც მულტიდისციპლინური გუნდი ეწოდება, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ექიმმა თავისი კომპონენტი დაფაროს, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, გამოცდილება, მოსაზრება და ამ მხრივ პაციენტი უფრო ეფექტურად იმართოს. საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით რაიმე კამპანია ხო არ ტარდება, ანუ ფართო მასშტაბის კამპანია, თქვენ ხო არა გაქვთ რაიმე კამპანია წამოწყებული, რომელსაც ფიქრობთ, რომ ამ სფეროს, ასე რომ ვთქვათ, უფრო შეცნობა შეუძლიათ ჩვენს ტელევაყურებლებს თუნდაც და ზოგადად საქართველოში იმ პოპულაციას, რომელსაც შეიძლება აინტერესებს ეს კონკრეტული თემა და რა თქმა უნდა შეიძლება დაჭირდეთ ამის გამოყენება მათ ცხოვრებაში. ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ცნობადობის ამაღლება იშვიათ დაავადებებზე არის კრიტიკული. ამ შემთხვევაში გარკვეული აქტივობა შეიძლება წამოვიდეს როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებისგან, ექიმებისგან, ისევე მშობელთა ორგანიზაციებისგან. ამის ცოცხალი მაგალითია ის, რომ პანდემიის პერიოდში დამიკავშირდნენ რამოდენიმე მშობელი, რომელთაც Facebook-ზე გახსოვთ, მაშინ ბევრი პლატფორმა იყო სამედიცინო დახმარების და მათი ისინი იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები იყვნენ და მათ მთხოვეს, რომ იმოგვეხილა პოსტის სახით გარკვეული იშვიათი დაავადებები და მეცითის პლატფორმაზე არის იშვიათი დაავადებების რუბრიკა, სადაც თითქმის უკვე 70 იშვიათი დაავადება გვაქვს მიმოხილული ქართულ ენაზე და ამას რატო აღნიშნავ, რომ ინგლისურად უცხოურ ენაზე ბევრი ლიტერატურა და ინფორმაცია არის სტომატი, თუმცა ქართულად ცოტა და აი ეს რომ ქართულ ენაზე ადამიანისთვის, პაციენტისთვის, ექიმისთვის ხილული და სტომატი არის ინფორმაცია, ეს ძალიან ხელსაყრელია და ასევე ჩვენ მომავალ გეგმასაც გაგიზიარებთ 100 სინდრომს როცა დავწერთ ახალი წიგნის გამოშვება 100 იშვიათი დაავადება, ასეთი გეგმა გვაქვს. მეორე მშობლების ჩართულობა და მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც მინდა თქვა, რომ მშობელთა ორგანიზაციების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ წელს მატულობს. ეს არიან მშობლები შემოკრებილი თავიანთი სინდრომის, იშვიათი დაავადების ირგვლივ და მათი აქტივობა კრიტიკული არის. მე ვიტყოდი, რომ იგივე სპინალური კუნთოვანი ატროფია თუ აქონდროპლაზიის წამლის მიღების და სახელმწიფოსთან ასე ვთქვათ, ამ წინადადების შესვლა ეს მშობლების დაუღალავი და მათი ასე ვთქვათ, ძლიერი აქტივობა იყო, რამაც რა თქმა უნდა ჩვენ შემდგომში ექიმებმა დავადასტურებთ, რომ ამ პაციენტებს ამ დიაგნოზით ეს წამალი სჭირდებათ და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშობელთა ორგანიზაციებმა ითანამშრომლონ ექიმებთან და ამ კუთხით ამ ბავშვებს, ამ პაციენტებს უფრო მეტი სარგებელი დაადგეთ. იშვიათი დაავადებების მკურნალობის დეფიციტის მიუხედავად მაყურებლებს უთხრათ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი დიაგნოსტირება და ვთქვათ დროული დიაგნოსტირება რატომ არის მნიშვნელოვანი. ერთი რომ თავარი მესიჯი არასდროს გამოგვეპაროს განკურნებადი იშვიათი დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ცოტა რაოდენობრივად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანალიზებს შესაბამისად ჩატარებული ანალიზებით დავსვათ დიაგნოზს და ეგებ და ამ პაციენტს ჰქონდეს ის მოხდეს იმ მცირედ ნუსხაში, სადაც ჩვენ ქმედითი ღონისძიებების სამედიცინო მკურნალობის ჩატარების საშუალება გვაქვს. მეორე ვიტყოდი, რომ დღეს დასმული დაავადების
დიაგნოზი, რომელიც დღეს არ არის განკურნებადი, ხვალდაზეგ მედიცინა წინ მიდის, ტექნოლოგიები წინ მიდის და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იმდენად განვითარდება კვლევები, რომ ასეთი დაავადებები, რომლებიც დღეს არ არის განკურნებადი, ხვალ იქნება. იგივე სპინალური კუნთოვანი ატროფია წლები განუკურნებელი და ფატალური დაავადება იყო, დადგა დრო და ეს პაციენტები უკვე აღარ იღუპებიან, ისინი ღებულობენ წამალს. დიაგნოზის დასმა სწორი მართვაშიც გვეხმარება. შეიძლება ჩვენ ვერ გავკურნოთ, მაგრამ პაციენტის სწორ გზაზე დავაყენოთ მისი ოჯახი, მას ჩაუტარდეს ის კვლევები, რომელიც მის სინდრომთან თუ დიაგნოზთან ასოცირდება და მას არასაჭირო კვლევები არ ჩაუტაროთ. მოგეხსენებათ, რომ საშუალოდ სტატისტიკით იშვიათი დაავადების დიაგნოზს საშუალოდ 6 წელი ჭირდება, სანამ პაციენტი მიიღებს მსგავს დიაგნოზს და ამ დიაგნოსტიკურ ოდისეაში ეს მიღებული ტერმინი არის მედიცინაში, ძალიან ბევრი დრო, ენერგია და ფული იხარჯება არასაჭირო კვლევებზე და ხანდახან არასწორ მკურნალობაზე და ზუსტი დიაგნოზი განკურნებას თუ არა სწორი მართვის საშუალებას გვაძლევს და როგორც ვისაუბრეთ შემდგომ შვილებზე რისკის პრევენციის საშუალებას, იმიტომ რომ ყველა გენეტიკური დაავადება არ არის მემკვიდრულად გადმოცემული. ზოგიერთი არის ეგრეთ წოდებული დენოვო მუტაციებით გამოწვეული და ბევრი ოჯახი მყავშობელი, რომ მეორე შვილის გაჩენა ეშინიათ, იმიტომ რომ პირველ ბავშვს პრობლემები აქვს და მსგავსი არ განმეორდესო. თუ ჩვენ ვსვავთ ისე დიაგნოზს, რომელიც არის ეგრეთ წოდებული დენოვო, ანუ სპონტანური ახალი მუტაციით გამოწვეული, რომელიც მხოლოდ ბავშვთან მოხდა შემთხვევითა და ეს მემკვიდრულად არ არის გადმოცემული ასეთი მშობლისგან, მაშინ ის კი პრაქტიკულად ნულოვანია. და იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ეს მემკვიდრულია და არის რისკი, როგორც ვისაუბრეთ, პრევენციული, პრენატალური, პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკის ჩატარება შეიძლება და ამ რისკის თავიდან არიდება. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ გადაცემაში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, მაგრამ თქვენი ის მთავარი მესიჯები სწორედ ამ მაყურებლებამდე რა იქნება? აი, მოკლედ რომ შევაჯამოთ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა უნდა გაითვალისწინოთ, რა იქნება ის მთავარი რჩევები, რასაც თქვენ ამ მაყურებლებს მისცემთ ამ გადაცემის ბოლოს რომ შევაჯამოთ? მინდა მიმართო საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ პაციენტებს და მათ ოჯახებს და უთხრა, რომ იშვიათი დაავადების დიაგნოზის მიღება ეს არ არის განაჩენი, მე ვიტყოდი, რომ პირიქით ეს არის დიდი იმედი და ღია კარები იმისთვის, რომ დღეს თუ არა ხვალ წინ წავა მედიცინა და ამ ბავშვებისთვის ჩვენ მეტის მიცემის მკურნალობის საშუალება გვექნება. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ცოტა მეტი დრო ჭირდება კვლევებს, მაგრამ კვლევები წინ მიდის, მედიცინა წინ მიდის და იმედი არის, რომ ნამდვილად უკეთესობა იქნება და ჩვენ დღეს თუ იმდე პაციენტს ვერ ვეხმარებით, ხვალდაზეგ ტექნოლოგიების და მედიცინის განვითარებასთან ერთად გაცილებით უფრო მეტ ოჯახს და მეტ პაციენტს დავეხმარებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით ხალბატონო თინათი ამ გადაცემაში მბრძანებისათვის. ასევე დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს ჩვენი მხარდაჭერისათვის. თქვენ კი მაყურებლებს მოგმართავთ, რომ გამოგვიწეროთ და თქვენი აქტიურობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და დიდ სტიმულს მოგცემს სამომავლო განვითარებისთვის. მადლობა ხალბატონო თინათი. მადლობა თქვენ გამოთქმული ინტერესისთვის, ინტერვიუსთვის. უამრავ წარმატებას გისურვებთ თქვენ, ყველა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტს და თქვენს ასოციაციას. ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში.